დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით. საბოლოო გადაწყვეტილების, დღევანდელი გადაწყვეტილების ახსნა რო შევძლოთ და იმის თუ რა პრობლემა გვაქვს ამ გადაწყვეტილებასთან, ალბათ მოკლედ უნდა მოგიყვეთ იმ გზაზე, რაც აქამდე გავიარეთ. დანიელ მუმლაძე მის დაკავებისთანავე აღიარებდა დანაშაულს, კამერების დაზიანების ფაქტს. დამოკიდებულება იყო ის, რომ თანამშრომლობდა სრულად ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიებასთან და ჩვენი დაინტერესების საგანი იყო გაგვეფორმებინა საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმება ეხლა ამ კონკრეტულ მუხზე საუბარია სხვისი ქონების დაზიანების მუხზე ზოგადად ფართოდ არის გავრცელებული და არ განეკუთვნება იმ დანაშაულების კატეგორიას, სადაც პრინციპული პოზიცია ქონდეს სახელმწიფოს და სტაბილურად და სისტემურად არავისთან არ ფორმდებოდეს შეთანხმება. უფრო მეც გეტყვით, ჩვენი დაკვირვებით და ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, თითქმის 80% შემთხვევაში ამ კონკრეტული ბრალით დაწყებული საქმეები მთავრდება საპროცესო შეთანხმებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სრული აღიარებაა პირველი დღიდან მოყოლებული. ჩვენ და სამწუხაროდ და დაუდგენელი ყოველ შემთხვევაში ობიექტურად აღქმადი მიზეზის გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე უარი ეთქვა დანიელს და გურამს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღემდე სამჯერ მაინც გადავდეთ ხდომა იმისთვის, რომ საბოლოო პასუხი მოგვესმინა. მზად ვიყავით ყველანაირი ფორმის თანამშრომლობაზე, მათ შორის დანიელმა მიიღო ვიდეომტკიცებულებების დათვალიერებაში მონაწილეობა, იყო გამოკითხული გამოძიებაში და დაუდასტურა მის მიერ ნამდვილად კამერების დაზიანების ფაქტი. ამის შემდეგ ველოდებოდით გარკვეული დროის განმავლობაში დაზუსტებას ზიანის ჯამური ოდენობის და როცა როგორც კი ეს ზიანი მივიღეთ მათ შორის წერილობითი ფორმით, ამის იმ დღესვე მივწერეთ ასევე როგორც პროკურატურას, ასევე 112-ს, რომ მზად ვიყავით ზიანი სრულად დაგვეფარა და მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა დანისთვის ძალიან დიდი თანხა იყო, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველანაირი რესურსით ეს თანხები დაგვეფარა. მაგრამ მიუხედავად ამისა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გვეთქვა უარი, რასაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მაყურებლისთვის, საპროცესო შეთანხმება არ არის ვალდებულება პროკურატურის რომ გაფორმდეს, მაგრამ სამართალი არ შეიძლება იყოს ფრაგმენტული. არ შეიძლება ერთი ადამიანის მიმართ არსებობდეს ერთი დამოკიდებულება და პრაქტიკაში დამკვიდრებული, ხოლო მეორე ადამიანის მიმართ ეს უფლება გამოიყენო უარის სათქმელად და დასჯის მიზნით. რაც მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა არანაირი ახსნა გარდა იმისა, რომ აქციების კონტექსტშია დაკავებული დანიელი, უარის თქმა საპროცესოს გაფორმებაზე არ გააჩნია. ის არის პირველი ნაწილი. საპროცესო შეთანხმების არარსებობამ ჩვენ ჩაგვაყენა იმ მდგომარეობაში, რომ გადავედით უკვე საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში. თუმცა ნახეთ, აქაც საინტერესო მომენტია. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილს, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, რომ თუ ადამიანი აღიარებს დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან და თანამშრომლობს სასამართლოსთან, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას შეღავათი. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ეს არის სასჯელის 1/13 შემცირება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელის განსაზღვრის პირობებში კიდევ ერთი წელი უნდა გამოიკლოს სასამართლოს. ამის ყველანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობა არსებობდა, მაგრამ ქალბატონმა ლილიმ მოსამართლემ განმარტება გააკეთა, რომ თითქოს და გავრცელებულია ამ პერიოდშიო სახელმწიფოს წინააღმდეგო მსგავსი დანაშაულების ჩადენის ფაქტიო და ამიტომ არ ვიყენებ შეღავათებსო და ეს სწორად გამიგეთ, ნახეთ, სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს მხოლოდ იმ მტკიცებულებებით და ინფორმაციით, რაც საქმის მასალებშია წარმოდგენილი. საქმის მასალებში არცაც წარმოდგენილი არ ყოფილა, რომ დანიელის მოქმედება იყო სხვა რაიმე დანაშაულებრივი მოქმედებების ნაწილი ან ერთ-ერთი მოქმედება და ელემენტი. მან ბრალი ჰქონდა წარდგენილი ინდივიდუალურად და შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ინდივიდუალურად მათ მიმართ. ეს არ იყო ჯგუფური და ჯგუფურ დანაშაულს მათ არ ედავება თუ რას გულისხმობთ? ჯგუფური დანაშაული ნამდვილად გახდა ჯგუფური გურამის და დანიელის შემთხვევაში, თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ ამ ორ ადამიანზეა საუბარი და ის არ ყოფილა განხილული, როგორც მაგალითად 11 პირიანი საქმის ნაწილი. ეს არის წარმოდგენილი ან 8 პირიანის. მათი საქმე მიმდინარეობდა პირველი დღიდან მოყოლებული ინდივიდუალურად.
და არათუ დადასტურებული არ არის ვინმე სხვა ადამიანებთან ამ ხალხის კავშირი, არამედ საერთოდ პროკურატურაც კი არ იცხოვდა, რომ ეს რაღაც აქციების კონტექსტში ჩადენილი დანაშაული იყო და რაღაც დიდი დანაშაულებრივი სქემის ნაწილი, ან ორგანიზებული დანაშაულის ნაწილი, რასაც მაგალითად 11 პირიან საქმეზე ედავებიან ბრალდებულებს, რომ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობდნენ. ის მოდი ესე ვთქვათ, ალბათ სწორიც უნდა იქნება თუ გამოვიყენებ, რომ გამოიგონა მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას და თქვა, რომ იმიტომ რომ თქვენ რაღაც მოუხშირეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას, ამიტომ არ ვიყენებ შეღავათებს, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ არის სამართლებრივი პოზიცია, ეს არ არის ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა და ეხლა ჩემი შესაძლებელი არ არის და როგორც ალბათ ადვოკატის კომპეტენციას ხდება, მაგრამ ერთი ადამიანისთვის სიცოცხლის წლების წართმევა, იმიტომ რომ სხვებს მაგალითი მიცე და დააშინო და თან ეს ღიად და პირდაპირ განაცხადო სასამართლოს ხდომაზე, რომ ამიზნით და ამიზეზით აკეთებ, არათუ მოსამართლის კომპეტენციას ხდება, არამედ ზოგადად ადამიანური დაშვების ფარგლებს ხდება, რომ ადამიანმა ამის უფლება მისცეს საკუთარ თავს, რაც ბუნებრივია ძალიან დიდი პრობლემაა. კი ბატონო, ომარ, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ყველანაირი მოცემულობა ჰქონდა მოსამართლეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად შემამსუბუქებელი გადაწყვეტილება მიეღო, მათ შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო. გულისხმობ პირველი, რომ წარსულში არც ერთი მათგანი არ ყოფილა ნასამართლები, როგორც ვიცით, მათ შორის არც დანიელი. ორივე მათგანი აღიარებდა ბრალს, უფრო მეტიც ამბობდნენ, რომ გადაიხდიან იმ რაღაც, რასაც ედავებიან დაზიანებული, რაც არის იმის საფასურს, ხო? ანუ ეს ყველა გარემოება იძლეოდა იმის საფუძველს, რომ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიღებულიყო პოლიტიკური შეფასებით, როგორც თქვენ აღწერეთ, ახლა მოსამართლის პოზიცია. პასუხის იმაზე, რასაც ახლა გეტყვით, პასუხისმგებელი ვარ 100% თითო სიტყვაზე. თუ სადმე ბუნებაში არსებობს იმის წინა პირობა, რომ ვინმეს მიმართ გამოყენებული იქნას შეღავათი. ის გახდათ ამის კლასიკური ნიმუში და შემთხვევა. ის კონკრეტული საქმე. არათუ ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობდა შეღავათების გამოყენების, არამედ ლიტერატურაში, საუნივერსიტეტო დონეზე, როცა ნებისმიერი სამართლის ლექტორი მის სტუდენტს ასწავლის, რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ეს 50 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი. აქამდე არსებული ლიტერატურაშიც კი ეს შემთხვევა და მაგალითია მოყვანილი. რომ პირველივე დღეს ადამიანი ცხადდება აღიარებით, მონაწილეობას იღებს მტკიცებულებების მოძიებაში, გამოკვლევაში და დაფიქსირებაში, უდაოდ გავხადეთ მტკიცებულებები ჯერ კიდევ წინა სასამართლოს ხდომაზე. არსად ბუნებაში სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამაზე კარგი მაგალითი, რა შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული საპროცესო შეღავათები არ არსებობს. პლუს ამას ემატება პიროვნული მახასიათებლები ამ ადამიანების, არც ერთი მათგანი ნასამართლები არ არის. დანი გახლავთ 22 წლის მამა 3 წლის ბავშვის. ეს გახლავთ ბიჭი, რომელიც მთელი მისი ცხოვრება, მისი პატიოსანი შრომით, ფიზიკური შრომით არჩენდა საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილს. არც ერთი დღე არ ჩაუგდია სრულწლოვნების ღიდან მოყოლებული. საკუთარი ფიზიკური შრომით შეულობდა ფულს, რომელთაც უზრუნველყოფდა 22 წლის ბიჭი საკუთარ ოჯახს. ეხლა იმის თქმა, რომ ეს ადამიანი, ამ ადამიანის მიმართ შეღავათები არ უნდა გამოვიყენოთ, რომ სხვებმა მის მაგალითზე შიში ჭამონ და დანაშაულები აღარ ჩაიდინონ. ეხლა თქვენმა მსმენელმა თვითონ შეაფასოს ამას რა კრიტერიუმით, რა შეფასება უნდა კონდეს და რა ეპითეტი მიესადაგება, იმიტომ რომ სამართლებრივად იმთავით ვეგასაგებია. კი ბატონო. კი ბატონო. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც მინდა რომ დავამატო, გახლავთ ის რომ ნახეთ, აქ არ არის მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ დაცვის მხარე რამეს ვითხოვდით თითქოს და სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. მე შევახსენებ თქვენ მაყურებელს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო თანამდებობის პირები, ქართული ოცნებიდან თავიანთ ყველა ინტერვიუში დასმულ კითხვებზე აქციის კონტექსტში დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ გამოყენებული უნდა იქნას და იქნება ჰუმანური მიდგომა იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები აღიარებენ დანაშაულს, მოინანიებენ დანაშაულს და ითხოვენ შეწყალებას. ამ პირობებშიც კი, როცა ეს გვესმის მთელ საზოგადოებას ლამის ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველ
ამათ ინტერვიუზე, ამ ხალხის ინტერვიუებზე, რომ თითქოს უმანურები იქნებიან და შეიწყალებენ. დანიელ მუმლაძის და გურამ ხუტაშვილის кейსები არის ზუსტად მაგალითი ამისა, რომ აქაც კი ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ამ ჟარგონისთვის, მაგრამ ააყირავეს ეს დაპირებაც კი. კი და ბატონო. უფრო მეტი ამის რადიკალურად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ომარ იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენთან ხაზზე ომარ ფურცელაძე, დანიელ მუმლაძის ადვოკატი.